შუა დღემშვიდობის კიდევ ერთხელ. Რაღაც არ გამოგვივიდა თავიდან. 1-2-3. შუა დღემშვიდობის კოსმიური პორტალი გაიხსნა და ბატონი მიშა ცაგარელი სულ რამოდენიმე წამში ჩვენს წინაშე წარსდგება. აი გემოგარგებო ვარსკვლავური სალამი თითოეულთაგანს. ხო ხარ კარგად იმედია. ტყუპებში ვართ ხო? ბატონი მიხეილ. აბა ივნისში რა გვენი ტყუპებში. არა ტყუპა ვინ არის გაფურჩქნული აგერ შეხედე რა ენერგია ეს როდის არ არის გაფურჩქნული? არა კი, მაგრამ არის მომენტები უფრო მეტად და ცოტა ნაკლებად. თორე ყოველთვის არის. აი გარი ზამბა. ეხა პიქში ვარ მე ხო დამნიშნე ბატონ მიხეილ ასისტენტად თქვენ. კი აბა. კი ბატონო. ანუ ეს ორი თუ ვარ ასისტენტი, ანუ ტყუპები და კირჩხიბზე რაც შეეხება მე ვარ მთავარი პრესა, კი ბატონო. ალავერს გადმოდის კირჩხიბი როა სუფრასთან და რო არის აი როგორც კულინარი იმას აფერ შედრე. თამაძა? არ თამაძა ცალკე თემაა კიდე ეს ცალკე ინსტიტუტია. მოპატიჟებები მაქვს ბატონო მიხეილ. ხო არა ეს ცალკე ინსტიტუტია. საზღვრებს გარეთაც მუშაობ თამაძა. მაგრამ აი როცა აკეთებს მაგ დროს უნდა უყურო კირჩხიბს. აი როგორ ღიღინებს თავისთვის და რა სიამოვნებას იღებს ამ პროცესისგან. ახლა კი ეს ტყუპებს რო უთხრა სააქციოდ არ ყოფნით რა. არა, სხვათა შორის ჩვენ ცოტა ხნის წინ ტყბებოდით ვახოს ტრიალით სამზარეულოში. აი საგობელი გასუსულები, პირღიები უყურებდით როგორ ერთი სული მქონდა როდის შევჭამდით და დავაგემო. ნინუსა შენ თან მაქვს ასეთი შეკითხვა რა. რაღაცა ფერის მთვარე ყოფილა რაღაცაში შესული და შენ ხო არა გაქვს ინფორმაცია. კი, ნარინჯისფერი. მე მგონი რომ ვარდისფერიო. ვარდისფერი მთვარე არის შესული სად ბატონ მიხეილ? დაამნიშნულოვან ადგილას არის შესული და აი დღეს საჭირო იქ შევიდა. დღეს და ხვალ ეს დღე გვაქვს. იღავით ყურა დღევით. დღეს და ხვალ. ეხლა რა დღე ამას გეტყვით, ამას ხა მოგიყვებით ყველაფერს. მაგრამ ეხლა დააგვირდი ერთ რაღაცას, შენს მეზობელს გვერდით. ლომს. დააგვირდი შარმი მოდის სხვანაირი. და რა არის მიზეზი? ვენერა გადადის ზოდიაკოში. პლანეტა ვენერა. უკვე ეთყობა, სხვა შარმი წამოვიდა, ხო? ჩემო კარგებო, ესე იგი, რა გველოდება ჩვენ ახლა აი ივნისში გადავედით ტყუპებში ვართ. მე გადავალთ კირჩხიბში და ძალიან ბევრი მოვლენები იქნება ამასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ არის სავსე მთვარეობა. ხვალ არის პიკი. ეს არის შილდოსნის და ტყუპების ზოდიაკურ ღერძზე მზის და მთვარის დაპირისპირება. ესე იგი, ჩემი თხოვნა რა? გაქვთ ახალი პროექტი, იდეა რაღაც საინტერესო ხო? შემოაყალიბეთ, დაალაგდით და მოემზადეთ. უნდა დაიწყოთ. დღეს და ხვალ, მაგრამ მოემზადეთ. ანუ სამზადისი უნდა გქონდეს და რეალურად აი სამზადისი ან დაუშვათ გაქვთ რაღაც მავნე ჩვევა. გაქვთ რაღაცა პრობლემა, ხო, რომელიც გინდათ რომ მოიშოროთ და ვერ აბავთ და აი მშვენიერ დღეებია. დაუშვათ გინდა ეს თამბაქოს წეველებს ეხება ნებისმიერ სხვა სფეროს, ხო? დღეს და ხვალ მაქსიმალურად მავნე ჩვეებისგან განთავისუფლების სურვილების ჩაფიქრება თუ შეგვიძლია. სურვილები ძალიან კარგია, ოღონდ ხვალჯობია. სურვილები ხვალ, რაც მეტად თუ ჩამოწერთ ამ სურვილებს კიდევ უკეთესი იქნება ეს ამბავი. ამიტომ დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, მაგრამ არ ვიკონფლიქტობთ. ჩემ თხოვნა, რომ ზედა მთვარე მაინც ოპოზიციაში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, ხო? არა ეს არის ემოცია, ეს არის ადამიანის მე, შინაგანი ბუნება. მათ შორის მიდის დაძაბულობა. ესე იგი, ვეცადოთ საქმე არ გავარჩიოთ, ავუშვათ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ მეორე ნახევარმა ცოტა მოგიშალოთ ნერვები სახში, ხო? აი რაღაცაზე აფორიაქებულია, რატომ? იმიტომ რომ სავსე მთვარეობის დროს მოდის დიდი ენერგია, ზედმეტად დიდი. ამიტომ ბევრი გზნობს ამ ენერგიას და საწაიღოს არ იცის. თუ არ არის მით უმეტეს სათანადო დატვირთული, მან შეიძლება ეს გამოუშვას აგრესიით. აი დაუშვათ თქვენი მეორე ნახევარი გზნობთ რომ რაღაც აგრესიულია, ხო? გაატარეთ, მშვიდად, მოეფერეთ, არ იჭხუბო და არავითარი კონფლიქტი დღეს და ხვალ. სურვილი ახსენეთ და სურვილების ჩაფიქრება. რომელ საათზე უნდა დავწეროთ სურვილები? ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია ეს გააკეთო. რამე უნდა გავაკეთოთ, შევინახოთ, დავწეროთ. არა, ეს უნდა დაწერო, გვერდზე გედოს. მეტი არაფერი. ეს ენერგია ტრიალებს და მე რეალიზაციაში. ბატონ მიხეილ, მატერიალური სურვილებიც შედის ამ ყველაფერში? ყველანაირი სურვილები შედის. ან მინდა გამოვიდეს. მით უმეტეს ვენერა რადგან არის არა მარტო სიყვარულის, არამედ ფულის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა გადის ლომის ზოდიაკოში და ლომი ერთ-ერთი მმართველია მასმედიისა, ჟურნალისტიკის. ამიტომ აქაც მომუშავე პერსონალს შეიძლება ქონდეს გარკვეული ბონუსები, ფინანსური, საკმაოდ კარგი. მე მაქვს კითხვა. სურვილის დაწერასაც აქვს თავისი ყველა გაქვს, დღეს არ მუშაობს, არც ბუღალტერია არ მუშაობს და არც იურისტები ისვენებენ. მაგრამ უყურებენ გადაცემას. აბა ჩამოაყალიბე რა გინდა? სურვილის დაწერასაც თავისი კონკრეტული
კონკრეტული რაღაცა ისჭირდება ცოდნა. როგორ ვწერთ, მე მინდა თუ უკვე აღვიქვათ, რომ მე ეს მაქვს. კარგი იქნება თუ ესე აღვიქვა, მე მაქვს. აი, ეს ვარიაცია უკეთესია, მაგრამ თუ იტყვი მინდა, ესეც არ არის ცუდი. მე მინდა მაქვს რომ დავწერო. არა, თუ გაქვს საშუალება რომ აქედან არჩევანი გააკეთო, მე მაქვს. ეს ვარიაცია უკეთესია. ხო. მეგობრებო, კარგი, დღევანდელი დღე გავიარეთ. ეხლა შემდგომ თუ როგორ უნდა დაწერონ სურვილები და მე კიდე გავივლით ამ საკითხს. კი ბატონო, მარიამს მე ჩაინიშნავს და ყველაფერს მე Facebook გვერდზე ატვირთავს მარიამი აბსოლუტურად. ბეჭდით სახეს მიცემს. უპები, კი ბატონო, ეხლა ეხლა კონკრეტულებზე გადავიდეთ. მოიცა, ჯერ არ დაიმთავრებია. ჯერ არ დაგვენ თვალინდელი დღე არის ნიშნავს. ნუჩკარო. ველავთ ცოტა. 18 რიცხვი ახალთვარეობა. ეს ტყუპების გავლენა. ახალთვარეობა არის ასევე რთული დღე, 18 რიცხვი ივნისის ახალთვარეობაზე არაფერი ახალი არ დაიწყოთ, მაგრამ შეგიძლიათ დასახოთ ასევე. 18-ში ზუსტად შეგიძლიათ აჩვენოთ ფული ახალთვარეს. გაიტანეთ გარეთ სადმე, დადეთ და სადაც დავუშვათ თვარე დაინახავს, ეს შემოსავალს გაზდის. ესეც რიტუალი გამოიყენება. მონეტა. მონეტა. რასაკვირველია მონეტაზეა საუბარი. მახსოვს ადრე იყო 50 თეთრიანები რო იყო ოქროსფერი, მე კი ბატონო, შეგიძლია გოგრლარიანი გინდა, რომ ლარიანი გინდა 50 თეთრიანი ეხლა. თავარი მონეტა იყოს. მონეტა იყოს, თავარი ეს არის. ეხლა შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ ერთ-ერთი არის რა? პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა 11-ში გადავა ტყუპებში და შეუერთდება მზეს. ამიტომ ყველაზე გონება მახვილი პერიოდი. შემოკარგებო, გინდათ სწავლა, რაღაც ახალი ინფორმაციის მოზიდვა, გინდათ მახვილი თქვენი ტვინი წინაპრებზე წამოწევა და ახალი საინტერესო გენერირება მოახდინოთ იდეებისა და მათ რეალიზაცია. ძალიან კარგი პერიოდია წინ ამ ხრი. უცხოენების ათვისება, მშვენიერია, ძალიან სწრაფად გამოვა ეს ყველაფერი და ადვილად, ხო? კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, აი ამის დრო მოდის უკვე ამ პერიოდიდან და მოითამაშოთ უკვე 7-დან მერკური, გონების მმართველი პლანეტა დატოვებს ტყუპებს და გადავა კირჩხებში. ამიტომ გახდება უფრო 7, მაგრამ ზედმეტად ემოციური დრო და დრო. ამიტომ ეს არის უკვე რომელი პერიოდი, კარგი 27-ის მერე პოეზიისთვის, ლიტერატურისთვის, ხელოვნების ფართო შემოქმედებისთვის და იქამდე ახლა არის კომუნიკაცია, ურთიერთობები, ახალი ინფორმაციის მიღება, სწავლა, დიდი ინფორმაციის და დატვირთვა და იდეების რეალიზაცია, აი, განსხვავებები იპოვეთ სად როდის რა. ეხლა მოდით ავუშვოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 21 ივნისი. არ გამოგჩეთ. ივლისი? ივნისი. ეხლა ივნისია საუბარი 21 ივნისი ეს არის რა? მზე გადადის კერჩხების ზოდიაქოში ერთი თვით. ამიტომ მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია, რომანტიზმი ხასიათში ადამიანებში ხო? კი ბატონო, სამშობლოს პატრიოტული ელემენტები ხასიათში, ტრადიციულობა, ინტუიცია გაძლიერდება. ჩემი შვილის დაბადების დღე 21-ში. აი, შენი პერიოდი ახლოვდება ჩემო კარგო და უკეთ იგზნობ მე თავს უდავოდ, მაგრამ რის თქმა მინდა, ეს არის სერიოზული დღე, რომელიც უკავშირდება რას? ზაფხულის მზებუდობას. ყველაზე გრძელი დღე გვაქვს, ჩემო კარგებო, ეს საკრალური დღეა. აი, როდეს უნდა ილოცოთ და დალოცეთ ყველა უსურვეთ სიკეთე სამყაროს დაგემოვნებათ უკან იგივე დადებითად, ხო? პლუს ამას აი ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ ჩაუთქვათ. იმიტომ რომ 4 დღე გვაქვს წლის განმავლობაში, როცა ის პორტალი მართლა იხსნება, ესე კი ამე რომ ამ კარებს ხსნი, ცოტა უფრო ფართო და კრისტალების მეშვეობით ხდება პორტაცია სხვადასხვა სამყაროებს შორის. აი ესეთი გვაქვს 4 განსაკუთრებული დღე. ერთ-ერთი არის ეს 21 ივნისი. 21 ივნისი, როცა ხდება ესეთი გახსნა, ძალიან ძლიერი სიყვარულის ენერგიისა, ამიტომ არ დაკარგოთ, ყველაფერი კარგი გააკეთეთ, კარგი ჩაუთქვით, იოცნებეთ და რაც შეიძლება პოზიტიური განწყობით შეხვდით ამ დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი მაინც არ დაგვავიწყდეს ახლა. ამას აქვს თავისი გეომანტია, ხო? თითოეულ თვეს. გეომანტია ნიშნავს იმას, რომ ზეგავლენა გეომაგნიტური ენერგიებისა და დედამიწის ბიოველისა. როგორია? ძალიან მნიშვნელოვანია ზანდი ზეგავლენას ახდეთ ჩვენზე. ამიტომ გეომანტია ახლა 11 რიცხვამდე არის კარგი. თალიანობაში ახლა ადამიანები რაღაცა გაქვს ჩაფიქრებული, რაღაც იდეა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები. აი ხა 11-მდე ეს ყველაფერი გააკეთეთ. მოასწარეთ. ესე ეთყა მარტო თქვენ არ გეხებათ, პოლიტიკოსებსაც ეხებათ. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ლიდერებთან, ყველაფერი კარგად მიდის. 11-დან 27-მდე გვაქვს რთული პერიოდი. დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, აქ საერთო სიტუაცია იდაბება. ურთიერთგაგება ცოტა მცირდება. აქ ზედაპირულობა მატლობს, ან შეიძლება მოტყუების ცდელობა იყოს. აი ვიღაცა რაღაცა დაგპირდა. აი ამ პერიოდში ვერ გაეკეთებს, ან დაავიწყდება. აქ ხელშეკრულება დაიდო, არ ემუშავებს. მოლაპარაკება აწარმოეხო შეთანხმდით, მაგრამ რაღაც სხვანაირად წავიდა. ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ რაღაც მნიშვნელოვანია, ჯობია ახლა 11-მდე
მერე ცოტა ფრთხილად და ყოველდღიური საქმეების შემოიფარგლა ყველაფერი გადავამოწმოთ 27-მდე 27-დან მერე თითქმის 9 ივლისამდე ისევ საკმაოდ კარგი პერიოდი. ახლა ხო არ მოგვიყვებით ეხლა მოგვიყვებით ცალკეულ ნიშნებზე პერსპექტივებზე ესე იგი დავიწყოთ პირველ ნიშან ვერძი ეს არის ივნისი მისთვის მრავალფეროვანი შეხვედრების მოლაპარაკების კონტაქტების დრო. საუკეთესო რაც შეიძლება ბევრი უნდა იკითხოს. აქ უნდა ბევრ ადამიანთან ქონდეს ურთიერთობა, რატო აქედან მოდის უზარმაზარი ინფორმაცია. რაც ხელში უწყობს იდეების დალაგებას, ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას, აუმჯობესებს ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, ურთიერთგაგება მეგობრებთან, არნახულად მაღალ დონეზე და პლუს ჯანმრთელობა მდგრადია. ანუ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, დაუღლელია, ინიციატივიანია, მეომარია, ანუ საუკეთესო პერიოდია გვერდს. ამის დაკარგვის უფლება არ აქვს. რატო უსვამს ხალხს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ დროს კარგად ზნობს თავს, ამ დროს წამოწვება და მაშინ მოენდობა სიზარმაცე და დროს ტარება მარტო. არა, ჩემო კარგებო, ეს არის დრო აქტიური მოქმედებისა, იდეების რეალიზაციისა, ინიციატივის გამოვლენისა. ყუროს რაც შეეხება, აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში 21-მდე გავფრთხილდეს ცოტა საკუთარ ჯანმრთელობას ზედმეტად ნუ გადაიტვირთება. ეს არის თავი 21-ის მერე პერსპექტივები უკეთესი იქნება, მაგრამ არის აქაც გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები. აი რა, ფინანსებთან. აი ახლა მაგალითად 11-მდე შეიძლება კიდე ფინანსური მონაგარი მიიღოს. ძველი საქმეებიდან, ან რაღაც იდეებიდან, მაგრამ 11-დან არავითარი კაპიტალ დაბონდება, არავითარი ზედმეტი ფულის ხარჯვა, აქ იქნება სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ისედაც მოუხდება თანხების გადახდა რაღაცებში, მათ შორის ჯარიმებში და შემდგომ, ამიტომ ზედმეტი თანხის გასვლა არ უნდა მოხდეს ამ პერიოდში. ეხლა რაც შეეხება, მაგრამ სხვა შორის ახლა 11-მდე თუ მშენებლობაშია ჩართული ან აგრობიზნესში, იქნება ძალიან წარმატებული. ყურო ესეც აღნიშნოთ. ყურებს რაც შეეხება ახლა თქვენი დროა, შემოკარგებო, ყველანაირი შარმე, მიზიდულობა, ენერგია, აქტიურობა, კონტაქტურობა, გონებამახვილობა, ყველაფრით შეიძლება გამოერჩიოს იუმორი, სასწაული, კი ბატონო. გადასარევი, ამიტომ ტყუპი ახლა არის ყველაზე აქტიური, მთავარი ფავორიტი მოდი ამ პერიოდისა, როდესაც თქვენ არ გაქვთ უფლება ახლა სიზარმაცისა და აფსკეთებისა. ყველა მიდექით, მოდექით, აი თქვენზეა ნათქვამი, ხალხი შეაწუხეთ, რაც ხელშეკრულებები დადეთ, მოლაპარაკებები აწარმოეთ, ყველაფერი გამოგდით. გინდ პირადულში, გინდ საქმეანში, ეხლა თქვენი დროა. ტყუპებო, აბა თქვენც შემართებით ხო? ეხლა გერჩხებებო, ჩემო კარგებო, თქვენ პირიქით, რა შეიძლება მოხდეს? როგორ ცხოვრობს ბატონო? არა. არა, ეხლა ეგრე. ეხლა უყურე, ეხლა აბას დაავიწყდა გესმის, აი რა დაავიწყდა, რომ მაისში როცა მეუბნებოდა რა კარგად თქვა რაღაცა, კარგად ზნობ თავს. დაავიწყდა უცებ, რატომ? იმიტომ დამთავრდა ის დრო. და ეხლა რაღაცა ვერ არის, მელანქოლია. წინაკვირასაც ძალიან დავჩაგრეთ ახლა ბატონო მიხეილ. რატო? მაშინაც ვიღაცას შევიდაო და არა გაკო კაი ამბავიო და მასე აი რა თქვია გაჩმევ კურსა რა თქვია ვიღაცას ადღაც შევიდა ზუსტად იცოდე გეტყვით აბა ის შევიდა რა ქვია ლილიტი იყო შესული იმაში რა ქვია შავთვარეში შავი თვარეა ლილიტი ხო შავი თვარე იყო შესული ემაში ვიღაცაში იყო შესული ლომში იყო შესული ლომში გავაგრძელოთ ეხლა შემოკარგებო გერჩხებებო ეხლა მოდით გავფრთხილდით ცოტა საკუთარ თავს ხო აი პირველი ნახევარი მით უმეტეს აი 21 და როგორც კი მზე გადავა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში აი მე ნახე თქვენი შარმი თქვენი მიზიდულობა ყველაფერი რო წყალივით წავა თქვენ ცხოვრებაში და თქვენი გამჩერებელი კაცშვილი რო აღარ იქნება მაგრამ იქამდე მოდი ახლა ყურადღებით ფარონტრები ჭორები ინტრიგები თვალის ადვილად აღება სუსტი ენერგოინფორმაციული ველის შედეგად ადვილი გაცივება დაღლა ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს ამიტომ რა უნდა ვქნათ მეტად დაასვენეთ თავი მეტი ურთიერთობა მზესთან წყლის სტიქიასთან თუნდაც საცურაოზე იყოს როგორც გამწვენდი საშუალება ხო ეხლა კარგია თქვენთვის ლოცვა კარგია ყოველდღიური საქმეებით შემოფარგლა არაფერი სარისკო მნიშვნელოვანი ეხლა არ დაგეცი როდემდე ბატონო 21-დან უკვე დაიწყება შენთვის ვარსკვლავური დრო ეს არის სულ რაც შეეხება ახლა ლომებს შემოკარგებო თქვენი დროა თან ვენერა თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია ფულის შემომტანიც არის შესაძლებლობებსაც მოგცემთ პირადი ურთიერთობა შეიძლება უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ თქვენი თეატრალურობა და არტისტიზმი ერთიორად გაიფურჩქნება ამ პერიოდში ერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა მდგრადია წარმატების ფაქტორი თითქმის ყველა სფეროში გაქვთ არნახულად მაღალია ამიტომ ვიაქტიურეთ იმოქმედეთ ეს არის პერიოდი კარგი სამეგობრო კონტაქტებისთვის რეფორმებისთვის სიახლეების
შემოსატანად, ახალი ინფორმაციის მისაღებად. აქ მოდი ასე ვთქვათ, იფიქრეთ იმას, შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ, შეიძლება ახალი მანქანა შეიძინოთ და სიახლეების რეფორმების დროა თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ყველანაირი სასიკეთო შანსები თქვენს მხარეს არის ახლა. რაც შეეხება ქალწულებს. ქალწულებო, შემოკარგებო, თქვენი ერგოტონუსი დაბალი 21 რიცხვი გქონდა, ამიტომ ეცადეთ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ცოტა მეტად დაასვენოთ, ბუნებასთან კონტაქტი იქნება თქვენთვის ძალიან კარგი, მაგრამ მოდი ასე ვთქვა, დიპლომატია წამოწია წინაპრებზე, ცოტა მატლობს თქვენ შეხასიჯიურთ და სიხისტე. აი ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ, რატო ეს დაგიძაბავთ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან და ამან შეიძლება თქვენი კარიერული წინსვლა შეაფერხოს. არადა პერიოდი არა ის ცუდი სწორედ კარიერული განვითარებისთვის. ამისთვის საჭიროა რომ კარგი ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები გქონდეთ ხელმძღვანელებთან და ეს აუცილებლობა რაც გასაკეთებელია ის ჩვეულებრივად კარგად როგორც თქვენიც ისე გააკეთოთ. მაშინ კვირა ექნება მეტნაკლებად ნორმალური, მაგრამ 11-დან 21-მდე მაინც ცოტა եղავით ყურადღებით სიხისტე და სიჯიუტე მატლობს. რაც შეეხება სასწორებს, სასწორი ძალიან ელეგანტური, ეფექტურია, ძალიან წარმატებულია, საუკეთესო დრო აქვს მგზავრობისა და მოგზაურობისათვის. ახლა თუ გაქვთ საშუალება სტაჟირება უცხოეთში, სწავლა უცხოეთში, უცხოელებთან ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობა, კონტაქტი, ერთობლივი თანამშრომლობა იქნება გადასარევი. ეს არის პერიოდი, როგორც ლიდერი, როგორც ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს. თან დიპლომატია. ეს ნიშანი ხო და დიპლომატიასთან ერთად შეუძლია ძალიან რბილად კარგად ურთიერთობების ჩამოყალიბება. ურთიერთგაგება მაღალი აქვს, ამიტომ სასწორს აქვს ძალიან წარმატებული პერიოდი. მორელზე ამას ვერ ვიტყვი, ჯერჯერობით მორელი საერთოდ გრადია, ყველაფერს უძლებს, მოდი ესე ვთქვათ, გაუტეხავია მაგრამ მე ხშირად ვგზნობ. როდის ხდება ზედმეტად ხისტი, ჯიუტი, ზედმეტად ეჭვიანი, ზედმეტად სარკასტული, გესლიანი, აი ამ პერიოდში. აი ახლა 21-მდე. მორიელი კი ყველაფერს გააკეთებს, საქმესაც გააკეთებს, მაგრამ შეცდომების ტენდენცია და კომპლექტაციის ტენდენცია აქვს მაღალი. მორიელებო, ეხლა შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭირეთ, ამ პრინციპით იმოქმედეთ. მაქსიმალურად ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავი და ისე იმოქმედეთ. 21-ის მერე თქვენ თვითონ იგზნობთ. აბსოლუტურად სხვანაირად წავა თქვენი ცხოვრება, გაცილებით უკეთესად, ჯანი მოგემატებათ, განწყობა მოგემატებათ და წარმატების ფაქტორი ერთიორად გაიზრდება. რაც შეეხება მშვილდოსანს, მშვილდოსანს ეხლა კარგი პერიოდი, აქტიურობს უნდა. ეს არის საუკეთესო დრო პარტნიორული თანამშრომლობისთვის. აი გინდათ ქორწინება, გინდათ სასწავლო ურთიერთობა, გინდათ საქმიანი ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა ზემაღალ დონეზე ადის. ამიტომ ეს არის შემოქმედებითი თქვენი ნიჭის და უნარის გამოსავლელი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. პარტნიორები მოიტანენ ფინანსებს თქვენს პროექტებში, პარტნიორები მოიტანენ ახალ იდეებს, საინტერესოს უმეტად ერთად მათ განახორციელებთ. ამიტომ საუკეთესო დროა, ენერგოტონუსი მაღალია, დაუღლელია ეს ნიშანი და ჯანი გაძლევთ საშუალებას, რომ იაქტიუროთ და წარმატებით იმოქმედოთ. თხის რქას სჭირდება ცოტა მეტი სიფრთხილე, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ცოტა ეცემა მართალია ეს ნიშანი, რომელიც ამას არასოდეს არ გამოვლენს, იმიტომ რომ რკინა-ბეტონს უწოდებთ ამ ნიშანს, მოდი ვთქვათ, ყველაფერს უძლებს. შვიდად წყნარად შეხედავთ, გონია არაფერი არ ხდება მის. ამ დროს ეს ნიშანი რამდენიც გარეგნულად სტაბილურად შვიდია და სერიოზული იმდენად რომანტიკული და ბავშვურია გულის სიღრმეში, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. ამიტომ რასაკვირველია გამცდები მასაც აქვს, რასაკვირველია ეხაც გნობს, რომ ცოტა ადვილად იღლება, ცოტა ემოციური გაღიზიანება მოიმატებს ეს ყველაფერი. ვეცადოთ აქ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და განსაკუთრებით გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას, მათ შორის ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და ნაწლავთა სისტემას. ყურადღება ჰიგიენას კვებისა. აი 21 რიცხვის მერე გაცილებით უკვე მოუვათ ჯანი, ენერგია, შესაძლებლობები წარმატების მიღწევების. ახლა ეს არ ნიშნავს, რომ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ მეტი სირთულეების გადალახვით, მეტი პრობლემებით 21-მდე. 21-ის მერე გაცილებით წარმატებული იქნება. რაც შეეხება მერწყულს, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, წარმატებული, ესეც არის მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. მათ შორის სახლში უნდა მოაწყოს კომფორტი. საყოფაცხოვრო პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება უპრობლემოდ მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტა. აქ ურთიერთგაგება მასსა და ნათესავებს შორის ერთიორად მატულობს. სხვა შორის საუკეთესო პერიოდი აქვს შვილებთან ურთიერთობისათვის, სასკვარლო კონტაქტებისთვის. ანუ ყველა სფეროში მიზიდულობა, შარმი, ენერგოტონუსი აქვს ზემაღალი. მერწყულებო, ეხლა თქვენი დროა. ნებისმიერი თქვენი ორიგინალური საინტერესო არაჩვეულებრივი იდეა ბრწყინვალედ განხორციელდება. და თევზებს რაც შეეხება თევზებო, ენერგოტონუსი ცოტა დაბალია. იღავით ყურადღებით, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ნუაყვებით ილუზიებს, ფანტაზიებს, რეალურ ფაქტებს და ადამიანს ნუაკერებთ ინტერესებს, რომელიც იმას არ აქვს, მაგრამ თქვენ გინდათ რომ ისე იყოს, ხო? თავს ნუ მოიტყუებთ ამ კუთხით, გადაამოწმეთ ინფორმაცია ნებისმიერი ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და მეტი ტაქტი დიპლომატია ურთიერთობებში, რათა არ გამძაფრდეს ესა თუ ის სიტუაცია და ესა თუ ის საკითხი. მაგრამ სხვა მხრივ, ყოველდღიური საქმეებით შემოფარგლა, კონტაქტი მაგალითად წყლის სტიქიასთან თქვენთვის იქნებოდა დამამშვიდებელი თერაპია.
თერაპია და შემოქმედებითი ნიჭი თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოავლინოთ. ისურვებ წარმოქმნებს ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.